15 ივნისის არჩევნების შემდეგ ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეები მოვალეობის შემსრულებლებად აღარ ჩაითვლებიან, უქმდება კანონის ნორმა, რომლის შესაბამისად თვითმმართველობის ყველა საჯარო მოხელე დროებითი მოვალეობის შემსრულებელი ხდებოდა და მათ უფლებამოსილება თანამდებობების კონკურსის წესის შევსებამდე უნდა განეხორციელებინათ. კანონის მიხედვით 3 წელიწადში ერთხელ ყველა საჯარო მოხელემ ატესტაცია უნდა გაიაროს. ცვლილებები საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შედის, რომელიც დეპუტატებმა გიორგი ჟორჟოლიანმა და ვახტანგ ხმალაძემ მოამზადეს. კანონ პროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. დასაქმებულთა რაოდენობა ყველა შემთხვევაში შემცირდება, ეს ცვლილება იქნება თუ არ იქნება, იმიტომ რომ თვითმმართველობის კოდექსით პირველად საერთოდ განისაზღვრა ნებისმიერ თვითმმართველობაში საჯარო მოსამსახურეთა მინიმალური და მაქსიმალური რაოდენობები. წელი წლების განმავლობაში მთელ რიგ თვითმმართველობებში ძალიან იყო გაბერილი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა შტატები. თუ გავითვალისწინებთ თუნდაც განათლების სისტემაში ჩატარებულ ეგრეთ წოდებულ ატესტაციებს, როდესაც ტესტირებებზე ძალიან მაღალი ქულების ამღები ადამიანები უცებ გასაუბრებაზე რატომღაც ჩაიჭრნენ, მაშინ მე ეჭვით უყურებ ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც ქართული ოცნების მიერ არის ამ სფეროში წარმოდგენილი. მე მაინც მგონია, რომ ეს ყველაფერი მზადდება იმისთვის, რომ ქართულმა ოცნებამ გაითავისუფლოს ბარიერები იმ გზაზე, რომ არჩევნების შემდეგ მასიურად გაუშვას სახელმწიფო ორგანოებიდან ადამიანები და მასიურად შეძლოს მიიღოს ქართული ოცნების აქტივისტები.